ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში სანოტო კრებულისა და დისკის 15 აფხაზური სიმღერა პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც საქართველოსა და აფხაზეთის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის სვეტლანა ქეცბას ხსოვნას მიეძღვნა. ქალბატონი სვეტლანას პიროვნებას, როდესაც ვიხსენებთ, ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ის იყო ამ ორი ერისთვის, ორი ხალხისთვის, ქართველებისა და აფხაზებისათვის მეტად ძვირფასი პიროვნება იმ გაგებით, რომ აი ჩატეხილი ხიდის პირობებშიც ის დღემდე, ბოლო პერიოდამდე ცდილობდა აღედგინა სიყვარულის, მშვიდობის, ურთიერთპატივისცემის სულისკვეთება. მან ძალიან ბევრი გააკეთა იმ პერიოდის განმავლობაში, რომელშიც იღვაწა სხვადასხვა თანამდებობებზე, სხვადასხვა პოზიციებზე, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველაზე ძვირფასი მისთვის იყო ადამიანის სულიერება. სვეტლანა ქეცბას გამოქვეყნებული ჰქონდა ნაშრომები აფხაზურ და ქართულ სამუსიკო ხელოვნების საკითხებზე. იყო მრავალი სტატიის ავტორი, აფხაზ კომპოზიტორთა ნაწარმოებებისა და აფხაზური ხალხური სიმღერების კრებულების შემდგენელი და რედაქტორი. დღეს ძალიან სასიხარულო ფაქტის წინაშე ვდგევართ. მომზადდა ასეთი კრებული 15 აფხაზური სიმღერა ანსამბლ რუსთავის რეპერტუარიდან. პროექტის იდეის ავტორი და ხელმძღვანელი გახლდათ ქალბატონი სვეტლანა ქეცბა. მთელმა სამუშაო ჯგუფმა, რომელმაც ამ პროექტზე იმუშავა, ძალიან დიდი ძალისხმევა ჩადო და მე შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის მართლაც უნიკალური გამოცემა, იმიტომ რომ აფხაზური სიმღერები იყო გამოცემული დისკების სახით, იყო გამოცემული ცალკე სანოტო კრებულების სახით, იყო წიგნები აფხაზურ მუსიკაზე, მაგრამ ის რომ აი სანოტო კრებული თანდართული დისკით ყოფილიყო, ასეთი არის ფაქტობრივად პირველი და ამიტომ ალბათ აი ეს ყველაფერი განსაზღვრავს აი ამ კრებულის მნიშვნელობას და ღირებულებას. მასში შესულია, როგორც გითხარით, 15 სიმღერა ანსამბლ რუსთავის რეპერტუარიდან, ეს გახლავთ სხვადასხვა ჟანრის ნიმუშები, ლირიკული, ეპიკური სიმღერები, შრომის, სამგლოვიარო, საქორწილო ნიმუშები აფხაზური ფოლკლორიდან, რაც რასაკვირველია ძალიან დიდ დახმარებას გაუწევს შემსრულებლებს და უბრალოდ აფხაზური მუსიკით დაინტერესებულ ადამიანებს. დღევანდელი საღამო არის სწორედ იმის გახსენება, შეხსენება იმისა, თუ როგორები უნდა ვიყოთ საქართველოში სხვადასხვა ეროვნების ადამიანები, რამდენად უნდა ვიბრძოლოთ მხოლოდ იმისთვის, რომ სამაჩაბლო და აფხაზეთი კვლავ საქართველოს ნაწილი იყოს და რამდენად დიდი დამსახურება აქვს ამაში ქალბატონ სვეტლანა ქეცბას. მე ქეც ვიხრი მისი ხსოვნის წინაშე. დიდი მადლობა მათ, ვინც დღეს ეს საღამო მოაწყო. ღონისძიებას უძღვებოდა აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრის თავმჯდომარის მოადგილე დეკანოზი ბიძინა გუნია. დღევანდელი საღამო ერთგვარი ხსოვნის საღამოა ძვირფასი აფხაზი ქალბატონის სვეტლანა ქეცბასადმი მიძღვნილი. მას თავის ცხოვრებაში არაერთი კეთილი და დიდი საქმეა გაკეთებული და სიცოცხლის ბოლოს მან ჩაიფიქრა 15 აფხაზური სიმღერის გაცოცხლება და შეიქმნა კრებული ვართ ამაყნი, იმედიანი რომ ჩვენ ასეთი ქალბატონი გვყავდა და ჩვენ გავაგრძელებთ იმ მეგობრობის და სიყვარულის გზას, რაც ქალბატონმა სვეტლანამ დათესა ქართველებისა და აფხაზების გულებში. საღამოზე გაიხსენეს აგრეთვე ზურაბ სოტკილავა, დიმიტრი ჯაიანი და ჯუმბერ ყოლბაია. აჩვენეს კადრები მათი მოღვაწეობის შესახებ. სიტყვით გამოვიდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა, ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი მეუფე დანიელი და სვეტლანა ქეცბას მეგობრები და კოლეგები. ქალბატონი სვეტლანა ქეცბა ეს იყო ულამაზესი აფხაზი ქალბატონი, საზოგადო მოღვაწე, რომელმაც წარუშლელი კვალი დატოვა ჩვენს ისტორიაში, როგორც ჩვენი კუთხის აფხაზეთის, ისე საქართველოს ისტორიაში. უპირველეს ყოვლისა ის ვაჟკაცობა, რაც მან გამოიჩინა სეპარატისტული აი ამ მოძრაობის წინააღმდეგ და ღიად თქვა, რომ
აფხაზეთი გადარჩება მხოლოდ საქართველოს წიაღში და დადგა იქ, სადაც იყო და იდგა ყველა მოაზროვნე აფხაზი. ქალბატონი სვეტლანა ნამდვილად არის უფლის რჩეული. ის სოხუმის დიმიტრი არაყიშვილის სახელობის მუსიკალური სასწავლებლის დირექტორად სრულად ახალგაზრდა დაინიშნა. ქალბატონი სვეტლანა ახლა აფხაზეთის კულტურის მინისტრი. მიქას თავისი კვალი დატოვა. ძალიან უყვარდა მას პოეზია და განსაკუთრებით ხშირად კითხულობდა ანა კალანდაძის ლექსს ქართულოცაო. ეს იყო მისგან ალბათ მონატრებული აფხაზეთის მიმართ გამოხატული გრძნობა. ძალიან იჭერი ადამიანი იყო, როგორც ხელოვნებაში, ისე სხვადასხვა მიმართულებითაც. გამორჩეული ქალბატონი, გამორჩეული კულტურის მუშაკი და კარგი მეგობარი იყო. სვეტლანა ქეძბა ძალიან ბევრი პროექტი ჰქონდა. ჩანაფიქრი აფხაზურ-ქართული ურთიერთობის მეგობრობის, დობის აღდგენის ძალიან რთულ გზაზე, ეკლიან გზაზე. ეს იყო ის, რითაც ცხოვრობდა სვეტლანა. ერთ-ერთი ბოლო პროექტი იყო ის, რაცაც დღეს ჩვენ ვისმენთ. სიმღერის კრებულის გამოცემა თავის აუდიო ჩანაწერით. მომღერლები, მწერლები, მხატვრები, კრიტიკოსები, შემსრულებლები იქნებოდნენ სულიერების ცენტრში და ჩვენ ვეზიარებოდით მშვენიერებას. მადლობა მას ყველაფრისათვის და ძალიან მინდა რომ ტრადიცია ამ სულიერების ცენტრმა გააგრძელოს. სულიერების ცენტრის ტრადიცია, რომელსაც საფუძველი ჩაუყარა და რომელიც შექმნა პატრიარქის ლოცვა-კურთხევით. მინდა რომ ტრადიცია, რომელიც დაანერგა ქალბატონმა სვეტლანამ, ეს ტრადიცია გააგრძელოს იმათ, ვინც იქ არის და ვინც გააგრძელებს ეგ მუშაობას. საღამოს დასასრულს შესრულდა აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლ აფხაზეთის აფხაზური სიმღერები და საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის თავმჯდომარე გიორგი შავერზაშვილის 2 საფორტეპიანო პიესა.